სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. როცა ჩვენ სახარებას ვკითხულობთ, აუცილებლად უნდა ვაქცევდეთ ყურადღებას იმას, რომ ღმერთთან ურთიერთობას აქვს საიდუმლო მხარე. ასაც ეს მისტიკას რასაც უწოდებთ. მისტიკური მხარე. თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, მაშინ სახარება რაღაც ზნეობრივი სწავლების კრებულად წარმოიჩნდება ჩვენ თვალწინ, რომელიც ესე შეგვიძლია მკვეთრათაც კი ვთქვათ, რომელიც არაფერს მოგცემს. იმიტომ რომ ზნეობრივი ნორმებით ადამიანის ცხონება რო შეიძლებოდეს, მაშინ ღმერთი არ მოვიდოდა ადამიანად. არამედ წინასწარმეტყველის პირით, რაც ხდებოდა ძველ აღთქმაში, განცხადდებოდა, როგორ მოვიქცეთ, როგორ ვიცხოვროთ, რა არის სწორი, რა არ არის სწორი და მორჩა. ეს ერთი, მეორე, მისტიკურ ხარეს რაც შეეხება. ეს მისტიკური მხარე არ არის ის მისტიკა, რომელსაც ყველა ადამიანი ინტუიციურად ატარებს თავის თავში, იმიტომ რომ ღვთის სუნთქვაა ჩვენში. ანუ ინტუიციურად, გაუცნობიერებლად გულისხმობ. ეს ის მისტიკა არ არის. ეს ის მისტიკა არ არის, რომელი მისტიკაც ჩვენი მოთხოვნილებაა და ამ მოთხოვნილებას ვიკმაყოფილებთ არა ჭეშმარიტებით და ჭეშმარიტებასთან, ანუ ობიექტურად არსებულ სინამდვილესთან ერთობით, არამედ საკუთარი ფანტაზიებით. ადამიანი ხო ღვთის ხატი და მსგავსია და მას შემოქმედებითობის უნარი აქვს ყველაფერში, მას შეუძლია ფერებით შექმნას განსაცვიფრებელი, თქვათ, შედევრები, ან ბგერებით, მაგრამ ამავე დროს მას შეუძლია წარმოსახვებით უამრავი რამ შექმნას და ასე არის შექმნილი უამრავი ფილოსოფიური სისტემა, ზოგი მართლაც ფანტასტიკური და რელიგიური სისტემებიც. და ასევე იქმნება ხიბლის მდგომარეობა ჭეშმარიტ ეკლესიაში. აქედან გამომდინარე, ეს მისტიკური მხარეც არის ყურადღება მისაქცევით, რომელ მისტიკაზე ვსაუბრობ. ჩვენ ვსაუბრობთ იმ საიდუმლო მხარეზე, რომელიც ღმერთმა განაცხადა ჩვენთვის და არა იმაზე, რასაც ჩვენ ვიგონებთ. და იუფალი ამბობს სახარებაში ესეთ რამეს, რომ ცეცხლისა მოვეთ მოფენად ქვეყანასა ზედა და მნებავს რომ ცეცხლი აწვე აღეგზნას. ხვდებით, რომ აქ ზნეობრივ ნორმებთან, ზნეობრივ ნორმებზე არ საუბრობს. ეს არის სწორედ ის ერთ-ერთი გამოხატულება სახარებისა, საიდუმლო მხარე ქრისტიანობისა. საიდუმლო მხარე, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გავაცნობიეროთ. ღმერთის მიერ განცხადებული საიდუმლო მხარის აღქმას და განცდას განსაკუთრებული სულიერი სიფაქიზე სჭირდება, მინდა გითხრა. ამისათვის არ კმარა უბრალოდ გარეგანი ეკლესიურობა, წირვაზე მოსვლა, ლოცვების წაკითხვა, გარკვეული მცნებების დაცვა. ამას სჭირდება მთლიანად ცვლილება ადამიანური ბუნებისა, რომელიც ჩვენი არჩევანის და ჩვენი პიროვნული გადაწყვეტილების გარეშე არ ხდება. არ ხდება არც ემოციურად, არც გულზე მუშტების ბრაგუნით, არც რაღაცა ხმამაღალი აღსარებლობით, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ესე არ ხდება უბრალოდ. ეს არის თანმიმდევრული, მიზანმიმართული, სკრუპულოზული, მეთოდური, დისციპლინირებული, თავგანწირული მუშაობის შედეგად საკუთარ თავზე. ვინც ამას არ აკეთებს, ის რჩება თავმომწონე, თვითდაჯერებულ ადამიანად, რომელიც სამწუხაროდ, როცა დადგება დრო აქედან გასვლისა, შეიძლება გაიგოს სიტყვები, მე შენ არ გიცნობ. საიდან ვიცი ეს? ხო არ დამესიზღვრებოდა, სახარებაში წერია. ბევრჯერ გვითქვავს ამის შესახებ. და მინდა რომ სულ მუდამ გიმეოროთ, იმიტომ რომ მიუხედავად მრავალგზისი გამეორებისა, მრავალ ადამიანს მაინც უჭირს გამოფხიზლება და გააზრება იმისა, თუ რას ნიშნავს იყო ქრისტიანი. და ეთამაშება საკუთარ მარადილ სიცოცხლეს. და ეს ცეცხლისა მოვა ქვეყანასაზე და ეს ქვეყანა მრავალგზის განგვიმარტავს ჩვენ, ეს არის ადამიანის ეს ქვეყანა, ეს არის გული. სიმონახალი ღვთისმეტყველი ამას პირდაპირ ამბობს. ანუ ჩვენს გულში ცეცხლი უნდა აინთოს და ეს არ არის მეტაფორა, მინდა გითხრათ, ეს არის ნამდვილი ცეცხლი, უფრო ნამდვილი ვიდრე ფიზიკური ცეცხლი. ეს ის მარადიული ცეცხლია, რომელიც არასოდეს ქრება. თუ ჩვენ მას უარს არ ვეტყვით საკუთარ თავში. და აი დღევანდელი დღე, დღეს სულთმოფენობის დღე არის. დღევანდელი დღე სულიწმინდის გარდამოსვლის დღე, სწორედ დღევანდელ დღეს ისტორიულად და გრძელდება უკვე 2000 წელზე მეტია. დღევანდელ დღეს მოხდა ის, რაც ქრისტემ ისურვა, მნებავს აწვე აღეგზნას ეს ცეცხლი, აი დღევანდელ დღეს ისტორიულად მოხდა სწორედ ეს, რომ ქრისტეს ერთგულ, თავგანწირულად ერთგულ ადამიანებში და არა ზოგადად აბსტრაქტულად, არამედ ქრისტეს ერთგულ ადამიანებში, ეს რას ნიშნავს, იცით? ამ მოვლენას კონკრეტული საზღვრები აქვს, იმიტომ რომ ადამიანი აქ არის, აქ არ არის, აქ არის, აქ არ არის, სადაც არის, ანუ ქრისტეს კონკრეტულ
კონკრეტულ ქრისტეს ერთგულ ადამიანებზედ და გარდამოვიდა საღვთო მად სულიწმინდა ღმერთი და მათ გულებში შიგნით აანთო ცეცხლი, რომლის გარეგანი ნიშანიც იყო ის ცეცხლის ენები, რომელიც მოციქულებს დაადგათ თავზე სულთმოფენობის ჟამს. თუ ეს არ მოხდა ჩვენში, აი შეიძლება იცით არ მოხდეს ეს ჩვენში. აი დგახარ აქ და შეიძლება შენში ეს არ იყოს მომხდარი. მე რა რომ მონათრული ხარ, მე რა რომ მირონცხებული ხარ. მე რა რომ მაზიარებელი ხარ. მე რა რომ ამბობ რომ უფალი გიყვარს, ეს არაფერს ნიშნავს. წაიკითხეთ სახარება და ნახავთ, რომ ეს არაფერს ნიშნავს. კიდევ არის რაღაც საჭირო ის, რომელიც არც თვალით ჩანს, მაინდა-მაინც არც შეიგრძნობა, ყველასთვის დაფარულია, მხოლოდ ღმერთმა უწყის, შენც კი არ იცი. ამიტომაც ჩვენ გარდაცვალებამდე გვაქვს შიში ღვთისა, რომ ემად საკუთარ თავს ცუდი რამე არ დაუმართოთ. ამიტომ ყოველთვის ვართ მობილიზებული, საბრძოლოდ განწყობილი საკუთარ თავთან, საკუთარ ცოდვებთან და მუდამ მომუშავე საკუთარ თავზე დისციპლინირებულად. ასკეზა ხო გაგვიგია, ასკეტური სწავლება, ასკეზა მაგას ნიშნავს. ის რასაც ვამბობ, ცხონება რა არის, ეს არის ქრისტესთან პიროვნული ურთიერთობა. თუ ეს არ მომხდარა, ეს ურთიერთობა არ შედგება. და თუ ის არ შედგება, სანამ აქ ვართ ცოცხლები, ხორჩი. ბევრი წმინდა მამასთან ნახავთ ესეთ რამეს, თუ ის არ შედგა აქ პიროვნული ერთობა ღმერთთან ის აღარასოდეს შედგება. გესმით, ამიტომ ჩვენ მოსასწრებად გვაქვს საქმე. ამას ვამბობთ ხოლმე, როცა ჩვენ ვამბობთ, ჩვენ დრო არა გვაქვს, ჩვენ უნდა მოვასწროთ. ჩვენ უნდა მოვასწროთ, რომ ჩვენ ღირსნი გავხდეთ პირადი სულთმოფენობისა. ის რომ ჩვენ ეკლესიის წევრნი ვართ და ნომინალურად, მოდი ესე ვთქვათ, ნომინალურად სულთმოფენილები ვართ. იმ შემთხვევაში თუ ნომინალურად ვართ ქრისტიანები. ხოლო თუ ნამდვილად ვართ ქრისტიანები, მაშინ ნამდვილად სულთმოფენილები ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ნათლობას და მირონცხების საიდუმლოებას აღსრულებულია, რომელიც ნიშნავს, რომ ღმერთი მოვიდა ჩვენამდე და ელოდება ჩვენს გადაწყვეტილებას, უმტკიცეს, რომ მასთან ვიყოთ გააზრებულად, პატიოსნად, გაცნობიერებულად, უანგაროდ და მაშინ ჩვენი გული იხსნება იმისთვის, რაც ჩვენზე აღსრულდა ნათლობის და მირონცხების დროს. სხვანაირად ქრისტესთან შეხვედრა შეუძლებელია. ქრისტესთან შეხვედრა შეუძლებელია არა თუ ეხლა, არამედ მოციქულთა დროსაც კი, როდესაც მოციქულებმა მკვდრეთით აღდგარი მაცხოვარი იხილეს. მეტი რა უნდა მოხდეს, ხო? წარმოიდგინეთ, თავზე ხო ჯერ დაემხოთ ყველაფერი ქრისტე რომ მოკვდა. მერე რომ აღდგარი იხილეს, ჯერ ხო არ ჯეროდათ, აიძულეს ჭყალებში ვთქვათ, ესე თევზი ეჭამა და თაფლი. მკვდრეთით აღდგარ მაცხოვარს, რომელსაც მის სხეულს ეს საერთოდ აღარ ჭირდება. გონება მიუწვომა, საერთოდ მისი სხეული უკვე აღარ არის ისეთი, როგორც ჩვენი ფიზიოლოგიური სხეული აღდგომის შემდეგ. მაგრამ ეს გააკეთა, რომ გაეცნობიერებინათ, რომ ესე იგი აღდგა მკვდრეთით, ჭრილობები აჩვენა. ამეტნავი სიხარულისაგან არ ჯერდა და მერე დაიჯერეს, ბუნებრივია და უხარია, ბედნიერები არის. არ მოიდგინეთ რა უნდა მოხდეს. მკვდრეთით აღდგარი მაცხოვარი იხილეს და მათ თვალწინ დგას და 40 დღე ასწავლის ხდება პერიოდულად და ასწავლის მათ სასუფეველის შესახებ ესაუბრება. მეტი რაღაცა საჭირო. ეს არ არის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ახლა ვიცით ეს, ხო, არ არის საკმარისი. იმიტომ რომ ეს იყო მოვლენა, რომელიც მათ წინ არსებობს, დაინახეს, დაიჯერეს, მიიღეს, გაუხარდათ, გამხნევდნენ, მაგრამ თვითონ არ იცოლებია. თვითონ ისევ არიან, ისევ ფარულად არიან, ისევ ჩუმად არიან, ისევ ღამეთევზაობენ, ისევ ჩაკეტილები არიან, ისევ ამაღლების წინ უფალს ეუნებიან, რომ აბა სასუფეველს როდის დაამყარებ, ისევ მიწაზე არიან, გესმით? სასუფეველს, ანუ შენ სამეფოს როდის დაამკვიდრებ, შენ ხო უკვე ძლევამოსილი ხარ, უკვდავი ხარ, ღმერთი ხარ, მივიღეთ, მივხვდით. და ეხლა როდის დაამყარებ შენ სამეფოს და ალბათ ის ერთი მარჯვნივ დაждდეს, ერთი მარცხნივ, როდის გვექნება შენთან ერთად თანაძალაუფლება, როდის გავხდებით ამის ღირსნი, ისევ აქ არიან და უფალი მკაცრად ეუბნება, თქვენი საქმე არ არის, როდის რა იქნება. იერუსალიმში დამკვიდრდით და მოელოდეთ ძალას ზემოთ. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ საოცრება მოხდა, მოციქულები არ იცვლებიან. ეხლა შეხედეთ ჩვენ მდგომარეობას მოციქულებთან შედარებით. ჩვენი რწმენა ქრისტეს ღმერთობის შესახებ, ჩვენი რწმენა დაჯერებულობა ქრისტეს აღდგომის შესახებ შეადარეთ მოციქულთა რწმენას და მოციქულთა დაჯერებულობას, რომლებიც ხელით ეხებოდნენ. ხო, შედარებას კი არ შეიძლება. მეცაც ვიტყვით, ეს ხელის შეხებაც არაფერს იძლევა. აი, როცა მარიამ მაგდალინელს ეგონა, რომ აი, როცა აღდგა, მკვეთრით აღდგარი მაცხოვარი იხილა და გახარებული გარბის, რომ ჩაეხუტოს, იგზნოს ეს, რომ ეს მართლა მოხდა, ხო? უფალი გახსოვთ არ აძლევს ამის საშუალებას.
ეუბნება რომ არა, ჯერ მამასთან არ ავსულ ვარ. მანამდე ხო ასწავლა შენ ღმერთის შვილი უნდა გახდე. მანამდე ხო უთხრა რომ მე მნებავ სადაც მე ვარ შენც იქ იყო, მაგრამ ჯერ არ ავსულ ვარ, ნუ მეხები. ანუ გესმით ეს შეხება არაფერს ნიშნავს. ისე როგორც რავალი ჩვენგანისთვის ზიარება არაფერს ნიშნავს. ეხებით რა ვის უწმინდეს ხორცსა და სისხლს. არაფერს ნიშნავს. მრავალი ჩვენგანისთვის იქვე გვაცლის მადლს, ისე რომ გულამდე არ მიდის. ვინ არის ჩვენ შორის ასეთი, რომლისათვისაც ზიარება არაფერს ნიშნავს, მე ამას ვერ გეტყვით. მე შეიძლება ჩემი ვარაუდები გამოვთქვა ზოგიერთ თქვენგანზე, მაგრამ ერთ-ერთზეც კი არ გეუბნებით ამას. იმიტომ რომ ღმერთს არ გამოუცხადებია ჩემთვის და დარწმუნებული არა ვარ. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მუდამ გვეშინოდეს, ვეზიარები კი მე, რომ ჭამ, რომ ყლაპავ, ვეზიარები? თუ მართლა ჭამ და ყლაპავ და გული არ იხსნები. ამიტომ ეს შეხებაც თავისთავად არაფერს ნიშნავს. რადგან ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ ქრისტე ვიპოვოთ, სანამ გარდავიცვლებით და არ გავიგონოთ, რომ წავდგებით მის წინაშე სიტყვები, რომ თეოდორე, მე შენ არ გიცნობ, ღმერთმა დამიფაროს და ღმერთმა დაგიფაროთ ყველა, რომ გითხრას, რომ გახსოვთ სახარებაში როგორ არის. მე შენ არ გიცნობ. ვინ ახარ? ორი შემთხვევაა ხო სახარებაში ასეთი და ერთ-ერთ შემთხვევაზე რას ამატებს? მე შენ არ გიცნობ, მოქმედო და რას ეუბნება? უსჯულოებისა. და ვისეუბნება? იმგვარ მორწმუნე და რელიგიურ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით სასწაულებს ახდენდნენ, მაზიარებლებს, ახსარებლებს, ასეთ ადამიანებს ეუბნება, სასწაულ მოქმედებს ეუბნება. მე თქვენ არ გიცნობთ, მოქმედო უსჯულოებისა. არ არის ახლა ეს სიტყვები საშიში და ზოგიერთისთვის დამაბნეველი, ვინც არის ის, რომ თურმე მთავარი ქრისტესთან პიროვნული ერთობაა და ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ამისთვის ხდება. ამიტომ ახლა ამ კონტექსტში რაც ახლა მე თქვენ გითხარით და ამას მუდმივად გიმეორებთ. ასაკითხია ზოგი ისმენს და ვერ ისმენს. მეცაც გეტყვით ზოგი არ ისმენს, მეცაც გეტყვით ზოგი საერთოდ არ ისმენს, რა ითქმება აქ და მე მოდის და აღსარებლოში მეკითხება, მამო ეს როგორ და ვეკითხები. ეკიბერე ამ თემებზე ხომ ისაუბრია? არის მენ ქადაგებებს ვეუბნები. აი ხო ხოლმე ხანდახან. მე კი არა მაქვს პრეტენზია მე მომისმინო, მაგრამ რაღაცა მე მეკითხები, ეს ხო ნათქვამი მაქვს. რატომ არ სწავლობ, რატომ არ იზრდები, რატომ არ იცი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, თქვენ ახლა უკვე სხვების მოზღვრები უნდა ყოფილიყავითო და ისევ რძეს ჭამთო და ისევ არათუ მაღალ ღვთისმეტყველებაზე საუბრობთ, არამედ ქრისტიანული მოზღვრების საწყისებით, აი საწყისებში ხართ ისევ ჩაკარგულები, პავლე მოციქულის საყვედურს ეუბნება თავიანთ სულიერ შვილებს. ანუ ვიღაცები პავლე მოციქულს არ უსმენდნენ, წარმოგიდგენიათ. ასე რომ გაითვალისწინეთ ეს. და ეხლა ამ კონტექსტში რაც მე გითხარით, ნახეთ როგორ ჩანს და გასაგები ხდება სხვანაირად შემდეგი სიტყვები წმინდა წერილის. ეს არის იოანეს სახარების მე-7 თავი. რაც დღეს აღმოვიკითხეთ. რა არისო ეს სიტყვა, რომელსა იტყვის, ანუ რა სიტყვა არის ეს? უფალი ეუბნება და მე მოციქულები ფიქრობენ, რა სიტყვაა, რას გვეუბნება, რას ეუბნება უფალი და მოციქულები ვერ იგებენ. მეძიებდეთ მე და არ ამპოვოთ. მოციქულებს ეუბნება უფალი. მე ხა მომძებნი და ვერ მიპოვი და მოციქულები ფიქრობენ, რა არის ეს? მომძებნი და ვერ მიპოვი. გასაგები ხომ არის რას ნიშნავს ეს? თქვენ ქრისტეს ეძებთ და შეიძლება ვერ იპოვოთ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს მისტიკური და საიდუმლო მხარე აქვს და თუ ის არ რეალიზდა თქვენი გარეგანი მცდელობებით ქრისტეს ვერსად ვერ იპოვი და რომ მოინდომო შეეხო და ზიარების დროს არათუ ვეხებით, არამედ ვჭამთ, არაფერი გამოგვივა, როგორც მარიამ მაგდალინეს არ გამოუვიდო და მოციქულებს არ გამოსდიოდა სანამ სულიწმინდა ღმერთი არ გარდამოვიდა მასზე და სანამ მათ გულებში ცეცხლი არ აენთო. ადამიანი ტყუს ეგებოდა ჩემ გულში უკვე ანთია მამაო ცეცხლი, ანთია ცეცხლი. მოციქულებში რო ცეცხლი აენთო, რითი დასტურდება ეს? მათ თავის შესწირეს, მათ ქონათ მოწამეობრივი ღვაწლი, ისინი ყველა ეწამნენ, ისინი ყველანი მოკვდნენ ქრისტესათვის. ჩვენ არავინ არ აღკლავს ადამიანი ტყვის. ღმერთმა დაგიფაროთ, თქვენი სიკვდილი ვის უნდა, მაგრამ ყოველდღიურობაში თქვენ გამარცხებთ თქვენი სიზარმაცე, რომელიც როგორც ისააკ ასორი ამბობს, სიამაყეზე უფრო უარეს სოდოა, იმიტომ რომ სიამაყის მიზეზი იპოვოს თავში მაგალითად მადლი მოიხვეჭოს და მე იამაყოს ამ მადლით, ხო რომ სიზარმაცე არისო სოდოა, რომელიც მადლსაც ვერ მოიხვეჭს, ვერაფერს ვერ იზავს, განულებულია და ჩვენ ხშირად გვამარცხებს სიზარმაცე, ეგოიზმი, ანგარება, პატივმოყვარეობა, საკუთარი თავის ნიჭიერებები, როგორც ფსიქოლოგიური, სულიერი, გარეგნული, ყველაფერი გვამარცხებს ეს ჩვენ და ჩვენს წინ კერპად აღმართულია. ჩვენს უდამარცხებულები ვართ, გესმით რა შეასაკ. და ჩვენ არ ვებრძვით ამ ყველაფერს და შესაბამისად არ ვამოწმებთ, ჯერ საკუთარი თავის წინაშე იყავით მოწმე ჯერ იერუსალიმში
და მე მთელ ქვეყნიერებაზე უფალი მოციქულებს ეუნება. ჯერ უნდა დაამოწმო შენი ქრისტიანობა შენს გულში და მე შეიძლება ეს დამოწმდეს გარეთ. და გულში ვერ მოწმდება, იმიტომ რომ ჩვენ მოწამეობრივი ღვაწლი არ აქვს საკუთარ თავში. ჩვენ საკუთარი ვნებები, საკუთარი ეგოიზმი გვამარცხებს. და წარმოიდგინეთ თუ საკუთარი გამარცხებს, გარეთ ჯალათი რო გამოჩნდეს და შენი მოკვლადან წამება მოინდომოს, შენ გონია იმას გაუძლებ? რატომ გამარცხებს საკუთარი თავი? იმიტომ რომ შენ გიყვარს შენი თავი ეგოისტურად. უფალი რო ამბობს, ვინც არ უარყოს საკუთარი თავი და არ შემომიდგეს მე, ვინც არ წარიწყმიდოს საკუთარი თავი და არ შემომიდგეს მე, ხოლო ვინც წარიწყმიდოს თავი, მაშინ ის მოიპოვებს სულს. ანუ გესმის საკუთარი თავი ეგოისტურად, რადგან გიყვარს, ჯალათი რა არის ეს განსასწრელი, გარე განსასწრელი რა არის, მოდის და ამ საკუთარ ეგოისტურ სიყვარულს გართმევს და საკუთარ თავს გართმევს ეგოისტური გაგები და ის არ გეთმობა, საკუთარ თავში არ გეთმობა ის გამარცხებს. ამიტომაც აი ეს მეძიებდე და არ ამპოვოთ, ამას ნიშნავს ზუსტად, რომ ჩვენ ასე ვერ ვიპოვით ღმერთს და სადაცა მე ვიყო თქვენ ვერ ხელგეწიფების მოსვლად შეუძლებელიაო ადამიანისათვის ცხონება ხო გახსოვთ იგივეა ოღონდ სხვა სიტყვებით სადაც მე ვარ თქვენ ვერ ხელგეწიფების ყოფათ და თან რატომ არის ეს საინტერესო არსებობს ღმერთის ყოვლისშემძლე იმპერატიული ნება ყოვლისშემძლე ნება იმპერატიულად განცხადებული მე მნებავს სადაც მე ვარ თქვენც იქ იყოთ და უცებ მეუნება რომ სადაც მე ვარ შენ ვერ მოხვალ კაცო შენ თუ გინდა ვინ დაგიდგება წინ მე დაგიდგები წინ ეს ძალაუფლება მომცა ღმერთმა რომ მე ღმერთს უთხრა უარი და ეს უარი ჩემი ცხოვრების წესით დასტურდება ამიტომ მეუნება რომ შენ თუ არ შეიცვალე და ახალ არსებად არ გარდაიქმენი სადაც მე ვარ მე კი მინდა და ჩემ ბრძანებას ვინ დაუდგება ღმერთი ვარ მაგრამ შენ ვერ მოხვალ ჩემთან თუ შენ სხვა ქმნილებად არ გარდაისახე ამისათვის გჭირდება რომ შენს გულში ცეცხლი აინთოს ეს ყველაფერი რასაც ხა მე ვკითხულობ ეს უნდა გვაფიქრებდეს გვაღრმავებდეს გვასერიოზულებდეს სულიერ ცხოვრებაში იმიტომ რომ ჩვენ ეს პრობლემა ყველას გვაქვს ეს ვიღაცისთვის კი არის ნათქვამი ეს ჩვენთვის არის ნათქვამი და დასასრულს ამას დიდი სამის დღესასწაულისასა რელიგიური დღესასწაულის დასასრული ანუ რელიგიური ცხოვრების კულმინაცია რაღაცა ფინალი აპოგეა და ჩვენ რელიგიური ცხოვრება გვაქვს. რა არის რელიგიური ცხოვრების ზოგადად აი ეს აპოგეა და მთავარი გვირგვინი ყველა რელიგიური დღესასწაულის. დადგა იესო და ღაღატყო და თქვა, ანუ ხმამაღლა ამბობს ქრისტე. და ეს ხმამაღალი ნათქვამი სახარებაში ჩანს, ვინც მას სულიერად კითხულობს. სახარება შეიძლება ასე თქვა, ცოტა უხეში ტერმინია, სახარება ყვირის სახარება. ზოგი ამბობს ხოლმე, აი ბაბაო სახარებას კითხულობდა მშვიდდები, ანუ თქვა ქადაგებას უსმენდა მშვიდდები. რას მშვიდდები, კაცო? ეს არის შოკური თერაპია. როგორ შეიძლება დასამშვიდებელი გაქვს სახარებას რო კითხულობ? ან ღვთის სიტყვას რო უსმენ, ასამშვიდებელი გაქვს. ეს არის შოკური თერაპია, უნდა წამოხდეთ, დაპრეცკლები უნდა გაყარო. რა დროს დამშვიდება, რა დროს დაძინება? ეს ჩანს ღაღატყო, ხმამაღლა და თქვა, ანუ ყვირის სახარება. გესმით რომ გაიგოს თელმა კაცობრიობა. და რას ამბობს ახლა? აი დღესასწაულის გვირგვინი, რელიგიური ცხოვრების გვირგვინი, რომ განვავრცოთ, უფრო განვაზოგადოთ, რელიგიური ცხოვრების გვირგვინი, დასასრული გვირგვინი რა არის? ხმამაღლა ამბობს და რა არის? უკეთო ვისმეს წყუროდის და მესმის ესმე. სახარებას ვკითხულობ მილიონჯერ და უკეთო ვისმეს წყუროდის და ვკითხულობ აგძელებ, ერთხელ შეიძლება არ დავსვა კითხვა. და მწყურია მე, თუ არა მწყურია. და საერთოდ რა უნდა მწყუროდეს, ჰა? რა უნდა მწყუროდეს? რაზეა საერთოდ ლაპარაკი? არა და ნახეთ რასაბა, ვისაც წყურია, თითქოს აი რელიგიური დღესასწაულის დასასრულს, რელიგიური ადამიანების ერთობა, რომელსაც მეც მივეკუთვნები და უცებ ყველას გასაგონად ქრისტე ხმამაღლა ამბობს, ღაღატყო, ვისაც წყურია და ფიქრობ, წყურია, მე მწყურია. რა მეტყობა რომ წყურია? ხან კომფორტულად ავარ. არა ხო რაღაც პრობლემა მაქვს ოჯახში, რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, რაღაც ესა მაქვს. ამაზეა საუბარი? ვისაც წყურია, წყურია ხო იცით რას ნიშნავს? ნუ არ ვიცი ხა 3 დღე მე მგონი ეს არ გამოგვიცდია არც ეს 3 დღე წყალი არ დაგველიოს, მაგრამ ამბობენ საშინელება არის. ცოტათი მაინც ხო განგვიცდია. ესე იგი უნდა წყუროდეს და ეს რას ნიშნავს? წყურვალი იტანჯება, გესმით? იტანჯები შენ რაღაცის დეფიციტის გამო? იტანჯები თუ არ იტანჯები, თუ გულ არ ხეინახat, თუ იტანჯები, თუ გაწუხებს, ისე იტანჯები რომ არ გაძინებს, მოსვენებას არ გაძლევს, თვალს არ აძლევ დახუჭვის საშუალებას, სარეცელზე წამოწოლის საშუალებას, როგორც დავით მეფსალმუნი ამბობს. შენ ცხოვრებაში ამას რაღაცა დისონანსი შეაქვს შენ კომფორტულ ცხოვრებაში,
რაღაცა გტანჯავს თუ არ გტანჯავს, მგლოვარებ რაღაცაზე თუ არ მგლოვარებ. ესეთი ვინც იტანჯება, მოვედინ ჩემდა. გეტყედავთ, როგორი ადამიანები მიდიან ქრისტესთან სინამდვილეში. არა ისინი, ვინც რელიგიურ გზნობებს იკმაყოფილებენ, არამედ ვინც იტანჯება და მხსნელს ეძებს. ვერავინ ამ ტანჯვისაგან ვერ გართავისუფლებს. ვერანაირად რო ვერ თავისუფლდები, რომ გინდა გენატრება, არც სახელსაც კი ვერ არქმევ. მხოლოდ ქრისტეა ის, ვინც ამისგან გაგათავისუფლებს და აი ასეთი ადამიანზე ამბობს, მოვედინ ესეთი ადამიანი ჩემთან. და სუმედინ, ანუ ჩემთან რომ მოვალ დალევ ჩემთან და აღარ დაიტანჯები. რომელს არ წმენეს ჩემი მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი. ნახეთ, რწმენის განმარტება, სხვა ტიპის განმარტება, როცა საუბარია ცნებების აღსრულებაზე, ანუ ეს ჰორიზონტალური სიბრტყე და არის რწმენა ვერტიკალში ატყორცნილი, შეიძლება ასე ითქვას, ეს არის მისტიკური მხარე. ვისაც რწამს, ვინც მორწმუნეა, მის მუცელში ამ შემთხვევაში ადამიანის მისტიკური სიღრმე, აი გულიც და მუცელიც, არც გულია ანატომიური გული და არც მუცელი აქ ნაწლავები უკაცრავად. გულიც და მუცელიც ნიშნავს ადამიანის მისტიკურ სიღრმეს, სინონიმებია. და ეს არის რა, როდესაც შენ მართლა მორწმუნე ხარ, შენს მისტიკურ სიღრმეში დიოდიან წყალი ცხოველისანი, ანუ მოჩქებს წყაროს თვალი ხდები. ავტონომიურად ღმერთის ჭურჭელი ხდები, რასაც პავლე მოციქული მერე შემდგომ უწოდებს ტაძარს. მანამდე ქრისტეს სიტყვებია ეს, ტაძარს რო უწოდებს თავის თავს. მაგრამ მერე პავლე მოციქული ამას განავრცობს მორწმუნეებზე, ტაძარს უწოდებს. ესე იგი, იმისათვის რომ ცეცხლი ენთოს ჩემში მე უნდა ვიყო ტაძარი და ჩემში ეს მადლის წყარო ჩქეფთეს ავტონომიურად არ გაგებით რომ თლიანად ავტონომიურად. უბრალოდ შენი გული ზეცად არის გადაქცეული. აი რა გაიხსენეთ თქვენი დამოკიდებულება თუნდაც მოძღვართან ურთიერთობისა და აღსარებისთვის. არ ვლაპარაკობ ორი დღის მოსულებზე, მე ვლაპარაკობ ეკლესიაში დაბერებულ ადამიანებზე, რომლებსაც აქვს სერიოზული პრობლემა თუ მაგალითად მოძღვართან თქვა და მე პრეტენზიული განწყობებიც რომ ხშირად ვერ ხვდებიან, რომ ბევრ ამას ვერ ითვალისწინებენ, თუ ადამიანს აქვს მუდმივი მოთხოვნილება მოძღვართან საუბრისა, ეს უკვე ფსიქოლოგიური მოთხოვნილებაც არის. ეს გულის გახსნა, როგორც მონასტერში ხდება, ის სხვა თემაა კიდე, ის მონასტრული ცხოვრების პრინციპებია და იქ სხვა არის, მაგრამ როდესაც აი აღსარების დონეზე და საუბრის დონეზე თუ არ ვიცი რა ქვია ამას, იმიტომ რომ ვერ გაიგებ ხშირად ადამიანი აღსარებისთვის მოდის თუ ფსიქოლოგიური ნუგეშისთვის, როდესაც ეს მუდმივი მოთხოვნილება აქვს, ესეთი ადამიანი გავს ქვას, რომელსაც უნდა სუსველი იყოს, იმიტომ რომ სისველე მადლია და სუჭიქაში უნდა ყოფნა. და ამ დროს თქვენ უკვე უნდა ღრუბლები იყოთ და ჭიქაში ესე ხშირად ყოფნა აღარ უნდა გჭირდებოდეთ, იმიტომ რომ ღრუბელი ისრუტავს ამ წყალს და ეს სისველე, სინოტივე მის შიგნით შედის. იმიტომ რომ თქვენ უკვე ღვთის ტაძარნი უნდა იყოთ, თქვენში უნდა ჩქეფდეს წყარო წყლისა. საიდანაც მიედინებიან მდინარეები მარადული სიცოცხლისგან, ან სხვის დასარწყულებათას კი რომ გამოდგებით, სხვებისთვის რომ ნათელი იქნებით. გესმით და როდესაც თქვენ მუდმივად გინდათ აი იმ მასოცხლებელ ზარღვზე ყოფნა, რასაც მადლის ეს გარეგანი წყარო ქვია, სულ წოვდეთ და როგორც კი გადიხარ იმ წამსვე იფანტება, შიგნით არაფერი რჩება, იმიტომ რომ არასწორად ცხოვრობთ. იმიტომ რომ თუ ადამიანი სწორად ცხოვრობს, მადლს ემატება და სულიწმინდის მადლის მოხვეჭა ხდება, როგორც წმინდა მამები ამბობენ ადამიანებში და ნელ-ნელა ყალიბდება ადამიანი ღვთის ტაძრად. ესეთი ადამიანი სადაც არ უნდა გადააგდო, ის ქრისტეს არასოდეს დაკარგავს, მის მასში მუდამ აღესრულება ღვთისმსახურება, მასში მუდამ შეიწირება უსისხლო მსხვერპლი გონებით გულში აღსრულებული, ასეთი ადამიანი სულიერი მღვდელია. თავის ამ შინაგან მდგომარეობას ადასტურებს სოციუმში ადამიანებთან ურთიერთობაში, როგორ ყველა უყვარს. მათ შორის მტრებიც, მაჭირვებლებიც. ყველასთვის ლოცულობს, ყველასთვის გულია თუთხება, განსაკუთრებულად გულია თუთხება იმ ადამიანებისათვის, ვინც ურწმუნოებაში არიან და ვინც ეკლესიის გარეთ არიან. ესეთი ხდება, ესეთი ადამიანი ქრისტეს თვალებით უყურებს ყველა ადამიანს. და ესაც არ არის მეტაფორა, ეს ნამდვილია.
ხო და ეს ამას ამბობს მე უბრალოდ როცა ამბობს დინარეზე განმარტავს იოანე მოციქული რომ სულის ამისთვის თქვა რომელიც მიღებათ იყო მორწმუნეთამად ანუ მორწმუნეებს უნდა მიეღოთ აი რომ მიიღებენ სულიწმინდა ღმერთს მერე შეძლებენ ქრისტესთან ერთობას მაგრამ ჯერ არ იყო მოცემული სულიწმინდა რატომ რამე თუ იესო არ გაიყო დიდებულოს ისტორიულად რომ ამაღლდა და სულიწმინდა ღმერთი გარდამოვიდა და პიროვნულ დონეზე სანამ შენ გულში ქრისტე არ განდიდდება შენი გულმხურვალე და უანგარო დამოკიდებულებით მისდამი მანამდე შენი გული არ გაიხსნება მადლისთვის და შენ გულში არ დამკვიდრდება სულიწმინდა ღმერთის მადლი და მანამდე ის ცეცხლი რომელიც აგიზგიზებად სურს უფალს თითოეული ადამიანის გულში მანამდე ის არ აინთება ანუ შენ უნდა გამოავლინო ქრისტესადმი გულმხურვალე უანგარო ერთგულება და მასშტაბს და მის ცხოვრების შენი ცხოვრება მასე უნდა კონცენტრირდეს და ეს გამოიწვევს იმას, რომ შენი გული გაიხსნება მადლისთვის და თავის დროზე ის შენი გული თავად მადლის წყაროთ იქცევა. და ეს ყველაფერი დიახაც სწორედ იმით იწყება, რომ გვესმის ქრისტეს სიტყვები, მე ვარ ნათელი სოფლისა, მე უნდა ვგრძნობდე სიბნელეში ვარ, იმიტომ რომ არ მაკმაყოფილებს ეგოიზმით და პირუტყული მიდრეკილებებით ცხოვრება. მე ღირებულებებით მინდა ვიცხოვრო, მაგრამ ეს ამას ვერ პოულობ, ჩემ თავში ძალასაც ვერ პოულობ, გარეთაც ვერ პოულობ და უცებ მესმის, მე ვარო ნათელი სოფლისა და რომელიც შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა. როგორც კი მე ამას დავიჯერებ და ეს სიბნელი ანუ წყურვილი მაწუხებს, მაშინ გადავდგავრა მისკენ ნაბიჯს, მაშინ ნელ-ნელა თანდათანობრივად ჩემი გული მოვა იმ მდგომარეობაში, რომ გავხდები ღირსი პირადი სულთმოფენობისა, რომლის დღესასწაულსაც დღეს ეკლესია გთავაზობს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.